დავით გურამიშვილის ცხოვრება თითქოს ერთი ადამიანის ბედი კი არა, მთელი საქართველოს ტრაგედიაა. ის დაიბადა ქვეყანაში, რომელიც იშლებოდა მტრის შემოსევებით, ღალატით, გაჭირვებით. ტყვეობამ წაართვა ახალგაზრდობა. უცხო გზებმა კი საკუთარი მიწა. და როცა ბოლოს გადარჩა, ეს აღარ იყო დაბრუნება. ეს იყო დაკარგული ცხოვრების გაგრძელება შორეულ მიწაზე. იქ, სადაც სხეული ცხოვრობდა, მაგრამ სული მუდმივად სამშობლოში რჩებოდა. გურამიშვილმა დაკარგა ყველაზე ძვირფასი, საკუთარი დრო. ის წლები, როცა უნდა ეცხოვრა საკუთარი სამშობლოსთვის. მაგრამ ბედის უკუღმართობით ეს ყველაფერი ექცა ტკივილად, მონატრებად, სინანულად. თითქოს მთელი მისი ახალგაზრდობა გზაში დაიკარგა, ტყვეობასა და უცხოობაში ჩაიფლო. მისი ცხოვრება არის მუდმივი ლოდინი დაბრუნების, რომელიც არ დადგა. მუდმივი მონატრება იმ მიწის, რომელსაც ვეღარ ეხებოდა. მუდმივი ტკივილი იმ დღეების, რომლებიც უკან აღარ ბრუნდებოდა. გურამიშვილის სიტყვებში ისმის არა მხოლოდ პირადი სევდა, არამედ იმ კაცის სევდა, რომელმაც დაკარგა საკუთარი ბავშვობა, საკუთარი მომავალი, საკუთარი სახლი. მაგრამ მაინც არ დაკარგა სიყვარული. მისი ყოველი სტრიქონი არის ძახილი შორიდან, სამშობლოსკენ, რომელიც აღარ პასუხობს, წარსულისკენ, რომელიც აღარ ბრუნდება და ღმერთისკენ, რომელიც ერთადერთ იმედად რჩება. და ამიტომ ისმის ამ ტკივილის ყველაზე მძაფრი ხმა დავით გურამიშვილში. მისი მოთქმა ხმითა, რომელიც არის ქრისტეს დატირება. ეს არ არის უბრალოდ სიტყვები. ეს არის გლოვა დაკარგულ სიწმინდეზე. ეს არის ტკივილი, როცა ადამიანი ხედავს, როგორ დაიკარგა ღმერთი ადამიანში. თითქოს გურამიშვილი ჯვრის წინ დგას და ამბობს, გვაპატია უფალ, ვერ შეგინარჩუნეთ და ვერ დაგიცავთ. როცა იესო ქრისტე ჯვარზე გააკრეს, თითქოს ცა გაიხსნა და დედამიწამ საკუთარ სინდის შეხედა. ლურსმნებით ჩაჭედილი იყო არა მხოლოდ მისი სხეული, არამედ იქ იყო ჩვენი სიძულვილი, ჩვენი შური, ჩვენი ამპარტავნება. და იმ სიჩუმეში, სადაც ღმერთი კვდებოდა, უკვე ისმოდა ადამიანის საუკუნო დანაშაული. იუდა ისკარიოტელი მხოლოდ ერთი კაცი არ ყოფილა. იუდა არის ყოველი ჩვენგანი იმ წამს, როცა ვყიდით სიყვარულს, როცა სიმართლეს ვთმობთ. მისი ღალატი არ დასრულებულა იმ ღამით. ის დღემდე გრძელდება ჩვენ სიტყვებში, ჩვენს დუმილშიც კი. მაგრამ ჯვარი დასასრული არ იყო. ყველაზე ბნელ წამშიც კი ღმერთი არ ტოვებს ადამიანს. აღდგომა. ეს არის პასუხი ყველა ღალატზე, ყველა ცოდვაზე, ყველა დაცემაზე. ეს არის ნათელი, რომელიც არ ქრება, მაშინაც კი, როცა ადამიანი თვითონ ირჩევს სიბნელეს. და ჩვენ ქართველები ამ ტრაგედიისა და იმედის გზაზე საუკუნეებით დავდივართ. რამდენჯერ დავეცით საკუთარი ხელით, რამდენჯერ გავიმეტეთ ერთმანეთი, რამდენჯერ დავკარგეთ ის, რაც წმინდა იყო, რაც გვაერთიანებდა. მაინც ვიბრუნებთ რწმენას, სადაც სიყვარული ძლევს სიძულვილს.